კვირას 29 ივნისს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საკვირაო ლიტურგია აღევლინა. დღეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა მოწამე ქაიხოსრო ქართველს, მღვდელმოწამე ტიგრიოს ხუთს, მოწამე ევტროპი წიგნის მკითხველს და წმინდა ტიხონს, ამათუნტელ ეპისკოპოსს. ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრამ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შეამაღავლინა. თანამსახურებდნენ სამების საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე არქიმანდრიტი ილია ნასიძე და სხვა სასულიერო პირები. წირვის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა შიომ მრევლი დალოცა და ქადაგებით მიმართა. მღვდელმთავარმა ტაძარში შეკრებილებს სულთმოფენობიდან მესამე კვირა მიულოცა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევა გადასცა. დღესვე გუტაშვილების გვარი და აბიტურიენტები დაილოცნენ. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით 2025 წლის გამოცდებისათვის 80,000-მდე პირია დარეგისტრირებული. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ სულთმოფენობიდან მესამე კვირას. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა კურთხევას. უფალ იესო ქრისტეს მოსვლიდან ამ დედამიწაზე 2000 წელი გავიდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ზოგიერთ მის გამონათქვამს დღესაც ძნელად ღებულობენ ადამიანები და ამის გამო ბრკოლდებიან. აი დღეს წაკითხულ სახარებაში მაცხოვრის სწორედ ასეთი სიტყვები იყო მოტანილი. იგი ამბობს, რომ ზედმეტად არ უნდა ვიზრუნოთ საჭმელზე, სასმელზე, ფულზე, ცივილიზაციის და კულტურის იმ სიკეთეებზე, რომლებიც ადამიანმა მოიპოვა, რომლებსაც აღმერთებს ადამიანი და თაყვანს ცემს როგორც კერპებს. და როგორ შეიძლება არ ვიზრუნოთ ამ ყველაფერზე და ვემსგავსოთ ზეციურ ფრინველებს და ველის შროშანებს. როგორც მოისმინეთ, ზუსტად ამას ამბობს მაცხოვარი. მაგრამ იგი ამბობს, რომ პირველად იზრუნეთ ღვთის სასუფეველზე და მის სიმართლეზე. და ეს ყველაფერი შეგემატება თქვენ. და აი დღეს რა უფრო მნიშვნელოვანია ადამიანების დიდი უმრავლესობისთვის ღვთის სიმართლე და სასუფეველზე ზრუნვა თუ მატერიალურ კეთილდღეობაზე და კომფორტზე ზრუნვა. ჩვენი ცხოვრების უმეტესობას განა ეს საზრუნავები არ ავსებს? განა პირველად არ ზრუნავენ ადამიანები ხორციელ და მშვინვიერ სიამოვნებაზე, ვიდრე ღმერთის სასუფეველზე და მის სიმართლეზე? და განა უფრო მეტად არ ზრუნავენ, როგორც გითხარით, კულტურის და ცივილიზაციის სიკეთეების მოპოვებაზე, ვიდრე ღმერთზე და სასუფეველზე და მის სიმართლეზე? და შედეგად აი ნახეთ რას ვიღებთ. ჩვენი გამოცდილება ყოველდღიური გვიჩვენებს, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ რაც მეტია ზრუნვა მატერიალურ კეთილდღეობაზე და რაც ნაკლებია ზრუნვა ღვთის სიმართლეზე და სასუფეველზე, ეს მატერიალური სიკეთეები მით უფრო კი არ მატულობს, არამედ კლებულობს და არ ყოფნის ადამიანებს.
და აქედან ვრწმუნდებით იესო ქრისტეს სიტყვების სისწორეში, რომ რაც მეტია ღვთისმართლე და სულიერება, მით მეტია მატერიალური კეთილდღეობაც, კმაყოფილებაც და ბედნიერებაც. აი დაუკვირდით, უფალი იესო ქრისტე არ ამბობს იმას, რომ ნუ მოიპოვებთ ამ მატერიალურ სიკეთეებს. ვინაიდან ხომ შეუძლებელია ცხოვრება საჭმლის და ტანსაცმლის გარეშე. ამას არ ამბობს უფალი. არც ის უთქვამს მას, რომ არ იშრომოთო იმისთვის, რომ იქონიოთ ყველაფერი საჭირო, რაც საჭიროა თქვენი ცხოვრებისთვის. არამედ ის ამბობს მხოლოდ ამას, რომ პირველად ეძიეთ სასუფეველი ღვთისა და სიმართლე მისი. და ეს ყველაფერი თქვენ შეგემატებათ. იმიტომ რომ ღმერთმა იცის შენ რა გჭირდება. და შენ თუ პირველად მას ეძიებ, უფალს და სასუფეველს, ის მოგცემს შენ ყველაფერი მას, რაც საფუძველია შენი ცხოვრების მატერიალურ საფუძველს გულისხმობ. ამას აუცილებლად მოგცემს. ამას ამბობს უფალი. და აი მაცხოვრის სიტყვებში დიდი მნიშვნელობა აქვს, ამ გამონათქვამში დიდი მნიშვნელობა აქვს სიტყვას პირველად, რომელსაც არ აქცევენ რატომღაც ყურადღებას. ესე იგი, ადამიანის შესახებ მაცხოვრის ქადაგების აი თავარი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ არ უნდა ვეძიოთ ჩვენ პირველად ის, რასაც ჩვენ ვეძიებთ. და თაყვანი არ უნდა ვცეთ პირველ რიგში იმას, რასაც ჩვენ ვეთაყვანებით. და რა თქმა უნდა, მატერიალური დოვლათი კარგია და საჭიროც არის. და მოითხოვს შრომას. მაგრამ უფალი ამბობს, რომ ეს შრომა დალოცვილია და ნაყოფიერია მხოლოდ მაშინ, როდესაც შენ პირველად ეძიებ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს და არა პირიქით. და აი ღვთის სიმართლე კი, სიმართლის ძიება სულ უფრო ნაკლებია თანამედროვე სამყაროში და შესაბამისად იზრდება უკმაყოფილება. ჩვენ ხედავთ, რომ დღეს შეძლებული ადამიანებიც თუ არ ცხოვრობენ სულიერად, არიან უკმაყოფილოები. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს აქვთ ყველა პირობა ცხოვრებისთვის, მაინც უკმაყოფილოები არიან. რატომ ემართებათ ეს? იმიტომ რომ მათი სულია უკმაყოფილო. სული არ არის დანაყრებული. სულს არ ეძლევა საზრდო, რადგან ადამიანი არ ფიქრობს ღმერთზე და მის სიმართლეზე. უფალმა კი გვითხრა, რომ თუ პირველად ეძიებთ სასუფეველს, იქნებით კმაყოფილებიც, დანაყრებულებიც, გექნებათ სიხარული და ბედნიერება. აი ძვირფასო ძმებო და დებო, მაშასადამე ჩვენი უკმაყოფილების მიზეზი თავად ჩვენშია. რადგან მიუხედავად მატერიალური პირობების გაუმჯობესებისა, ადამიანი მაინც უკმაყოფილოა, რადგან სულიერად არ უმჯობესდება, სულიერად არ ხდება უკეთესი. და შედეგად ჩვენ ვხედავთ, რას დაემსგავსა ცხოვრება თანამედროვე სამყაროში. ამიტომ ძვირფასო ძმებო და დებო, ხშირად უნდა ვიხსენებდეთ და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს უფლის გამონათქვამი, რომელიც დღეს ჩვენ წავიკითხეთ სახარებაში. პირველად ეძიებდეთ სასუფეველსა ღვთისასა და მის სიმართლეს. და ეს ყოველივე შეგემატებათ თქვენ. ამინ. დღეს ჩვენთან არიან მოსულები ჩვენი ძვირფასი აბიტურიენტები. ძვირფასო აბიტურიენტებო, მინდა მთელი გულით დაგლოცოთ
თქვენს ცხოვრებაში აი ამ უმნიშვნელოვანეს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პერიოდში, როცა თქვენ დაამთავრეთ სკოლა და უნდა შეუდგეთ უმაღლესი სწავლების და ცოდნის სარბიელს. გახსოვდეთ, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ცოდნა ეს არის სინათლე, რომელიც ადამიანს აღამაღლებს და ამ ცხოვრების გზაზე წინსვლის საშუალებას აძლევს. ღმერთი შეგეწიოთ, რომ ღირსეულად ჩააბაროთ ეს ცხოვრებისეული გამოცდა და აისრულოთ თქვენი კეთილი სურვილები ღვთის წყალობით. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. დღეს ჩვენ ვლოცავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა კურთხევით გუტაშვილების გვარს. ღმერთმა გამრავლოთ და გაგაძლიეროთ და გაგახაროთ. ჩვენთან არის ღმერთი. მომზადებით გამოცდებისთვის დღეს მოვედით აბიტურიენტები რომ დაგლოცონ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აუცილებლად კარგად ჩავაბარებთ გამოცდებს. აქ მოვედი იმისთვის, რომ არის აბიტურიენტების დალოცვა და გამოცდებისთვის, რა თქმა უნდა, ყველა აბიტურიენტი მომზადებით. ძალიან ნერვიულობ და იმედი მაქვს ჩავაბარებ. გამოცდებისთვის ვემზადები სექტემბრიდან და სიმართლე გითხრათ, ცოტა ნერვიულობ და აქ მოსვლის მიზეზით ალბათ ეგ არის, რომ უფრო გავძლიერდე გამოცდების წინ წარმატებებს ვუსურვებ ყველას. სულ მალე გამოცდები ახლოვდება, რა თქმა უნდა, აბიტურიენტებშიც მღელვარება იმატებს. შესაბამისად, როდესაც გავიგეთ, რომ სამების საკათედრო ტაძარში აბიტურიენტებს ლოცავდნენ, შესაბამისად მოვედით, იმიტომ რომ ადლი მივიღოთ და დავილოცოთ. პირველ რიგში წარმატებებს ვუსურვებ ყველა აბიტურიენტს, მათ შორის მეც ჩემთავსაც. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა წარმატებულად ჩავაბარებთ. მოვედით, რადგანაც დავილოცოთ ჩვენი წარმატებისთვის. ძალიან დიდი რწმენა და იმედი მაქვს ამ ყველაფრის და რა იმედი მაქვს, რომ ყველაფერი წარმატებულად დასრულდება. ყველა წარმატებას გისურვებთ. დღეს მოვედით სამებაში წირვაზე, რადგან ილოცებიან აბიტურიენტები, მეც აბიტურიენტი ვარ და მოვედი იმისთვის, რომ მივიღო ლოცვა კურთხევა, იმისათვის, რომ რაც მთელი წელი ვიშრომე, მალე გამოცდებში გამოვავლინოთ. ძალიან ნერვიულობთ როგორც ყველა აბიტურიენტი და შესაბამისად მოვედით სამების ეკლესიაში რომ დავილოცოთ, რომ ეს ნერვიულობა გადავლახოთ როგორმე და ყველა აბიტურიენტს ვუსურვებ წარმატებას.